პირადად მე ჯამბაზები არასდროს მომწონდა, მაგრამ რონალდ მაკდონალდად გადაცმა საკმაოდ კარგად მიხდიდა ანაზღაურებას. მთელი დღე ბავშვებისთვის ყალბი ღიმელებისა და ბუშტების მიცემით ვიყავი დაკავებული. მოკლედ დახურვამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე, როცა რესტორანი თითქმის დაცარიელდა, სწრაფად საპირფარეშოში გავედი, როცა დავბრუნდი, მოლარემ მითხრა, რომ ერთი ქალი მეწევდა. ვიფიქრე, რომ ალბათ მორიგი მშობელია, ვისაც თავის შვილის გადაღება უნდა მაკდონალდსის კლოუნთან. კითხე მოლარეს, სად იყო ქალი? და მან გამოსასვლელისკენ მიმანიშნა. მაკდონალდსის გარეთ იდგას საშუალო ასაკის, გამხდარი ქალი, რომელიც ღემილით სასუყურებდა. მისკენ გავემართე და ვკითხე. უკაცრავად ქალბატონო, მე მეძებდით? მან შემომხედა და თვალი გამისწორა. იმ წამს სიყრუის არაკომფორტული გრძნობა დამეუფლა. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ ქალის მზერამ კანკალი დამაწყებინა. ორჯერ თვალი დაახამხამა და შემდეგ თქვა: ჩემ შვილს შენთან ფოტო უნდოდა, მას რონალდი ძალიან უყვარს. დაბნეულად გავიღიმე და ირგვლივ მიმოვიხედე. და სად არის? ის წამით დაფიქრდა და შემდეგ ვკითხა: ვინ? თქვენი შვილი, ქალბატონო, მის სახეს სევდამ გადაუარა. ავად არის. შეგიძლია წამოვყვე, გველოდება. თავში ცუდად გამიელვა, რომ ასე სწრაფად განვიკითხე ქალი. საწყალმა ალბათ თავისი ავადმყოფი შვილი სახლში დატოვა და დაპირდა, რომ რონალდ მაკდონალდთან სურათს გადაიღებდა. ჩემი სიჩუმე რომ შეამჩნია კიდევ გაიმეორა. გადაგიხდი, თუ წამოვყვავი და მასთან ერთად სურათს გადაიღებ. სხვა დროს ამას უფასოდაც გავაკეთებდი, მაგრამ იმ დღეს მეც ძალიან მჭირდებოდა ფული. ასე რომ სიხარულით დავთანხმდი. უკან შევედი, მენეჯერისგან ჰონორარი ავიღე და ქალს გავყევი. გზაში მეგონა რომ ამიხსნიდა რა სჭირდა მის შვილს, მაგრამ საერთოდ არაფერი უთქვამს. უბრალოდ წინ მიდიოდა ჩუმად. ალბათ თავში საკმარისი საზრუნავი ჰქონდა და არც მე ვკითხე არაფერი. ბევრი სახლი გავიარეთ, ქუჩები, შესახვევები, მაგრამ არ ვჩერდებოდით. საბოლოოდ მინდოდა მეკითხა, თუ სადამდე მივდიოდით, მაგრამ აღარ ვკითხე. სახლებს და ქუჩებს გამოვცდით და ვიწრო, მტვრიან გზაზე დავიწყეთ სიარული. უკვე ძალიან მაწუხებდა ეს ფაქტი, ამიტომ ვკითხე. თქვენი სახლი სადაა? მოულოდნელად გაჩერდა. შემობრუნდა და ისე შემოვხედა, თითქოს რაღაც სისულელე ვკითხე. ჩემს სახლში რატომ წამოგიყვანდი? მითხრა დაბნეული გამომეტყველებით. თქვენი შვილის სანახავად. ხომ თქვით, რომ თქვენ შვილს ჩემთან ფოტო უნდოდა? არა. ჩემი შვილი სახლში არ არის. ის სასაფლაოზე გველოდება. მისმა უდარდელმა ტონმა ტანში გამცრა. რა ჯანდაბაა, სად მიყავარ? ვკითხე რატომ იყო მისი შვილი სასაფლაოზე, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ გზა განაგრძო. გონებაში რაღაც საეჭვომ გამიელვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ამ ქალმა რა უნდა დამიშავოს. პატარა და უნებელია და თან მითხრა, რომ გადამიხდის. ერთ პატარა სასაფლაოსთან შევჩერდით. ჟანგიან ჭიშკარს რომ მიაწვა, ერთი ბავშვის საფლავთან მიმიყვანა. მაშინ მივხვდი სიმართლეს. მისი შვილი უკვე მკვდარი იყო. თითით მანიშნა, ქვაზე ამოკვეთილი წარწერა. აქ მშვიდად განისვენებს ჩვენი საყვარელი მაიკლი. მიდი რამე სახალის მოუყევი, გაეცინება. მისი გაფართოვებული თოჯინის მსგავსი თვალები ჩემს პასუხს ელოდნენ. როგორი შემზარავით არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. ვიგრძენი მისი სევდა და მივხვდი, რომ ქალი შვილს გლოვობდა. დავთანხმდი, არა ფულის გულისთვის, არამედ უბრალოდ დედისთვის, რომელმაც შვილი დაკარგა. უაზრო ხუმრობა მოუყევი. მერე სიმშვიდე ჩამოწვა. შემდეგ კი მოულოდნელად ბავშვის ჩაცინება გავიგე. მეგონა გული გამისკრებოდა, როცა ჩაცინება ისევ გავიგე. მაგრამ მივხვდი, რომ ეს ის ქალი იყო. ის ბავშვივით იცინოდა. ეს ალბათ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის ეს წამები საუკუნედ გადაიქცა. ამას უკვე ვეღარ უძლებდი. მივბრუნდი და გასასვლელისკენ ნელა გავედი. არ გავიქეცი. მეშინოდა ის ქალი რომ გამომკიდებოდა, გული გამისკრებოდა. უბრალოდ ფეხს ნელა უჩქარებდი. უკნინა ხმა მომესმა. მოიცადე. მაიკლ შენთან სურათი უნდა. მოიცადე. ხედავდი რომ მომყვებოდა, მაგრამ ძალიან სუსტი იყო და ვერ მეწეოდა. მემუდარებოდა რომ დავრუნებულიყავი, მაგრამ აღარ შევჩერებულ ვარ. ეს იყო ჩემი ბოლო დღე რონალდის კოსტუმით. მეშინოდა რომ მეორე დღეს ისე მოვიდოდა
და იგივეს მთხოვდა, რადგან თითქმის ყველა ბავშვს უნდოდა რონალდ მაკდონალდთან ერთად სურათი, ცოცხალს თუ დაღუპულს. გასულ კვირას ჩემი და საქმიან შეხვედრაზე წავიდა და დისშვილი ჩემთან დატოვა. ჩემს დისშვილს ძალიან უყვარვარ, რადგან ყოველთვის მხიარული ბიძა ვიყავი. სახლში ჩემთვის არ არსებობდა მკაცრი ძილის დრო ან ტკბილეულების აკრძალვები. ერთად მშვენიერი კვირა გავატარეთ და ბოლო დღეს გადავწყვიტეთ, რომ მაკდონალდში წავსულიყავით ბურგერებზე. რესტორანში მისვლისას პირველივე რაც შემნიშნე იყო, რომ ხალხი სავსე იყო. შეკვეთა მივეცი, ავიღე საჭმელი და სწორედ მაშინ დისშვილმა ერთ ადგილზე მიმითითა, სადაც ერთი საშუალო ასაკის კაცი იჯდა. დიდი ყურადღება არ მივაქციე და მის გვერდით დავსხედით, რადგან სხვა ადგილი მაინც არ იყო. მას მარჯვენა ლოყაზე დიდი და საკმაოდ ახალი ჭრილობა შევნიშნე. ჰეპი მილია, ხო? მოდი ვნახოთ რა სათამაშო შეგხვდა. მან ნელა ამომხედა თავისი მორცხვი თვალებით და მეც დავუქნიე თავი. შემდეგ თავისი მინიონების სათამაშოები აჩვენა იმ კაცს. კაცი მოულოდნელად დიდი ინტერესით მიაჩერდა სათამაშოებს, რაც ცოტა უცნაურად მომეჩვენა. შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ უყვარს მაკდონალდსის სათამაშოები, რადგან თითოეული მათგანი უნიკალურია. შემდეგ კი დაამატა, რომ ძველი სათამაშოები ბევრად უფრო საინტერესო იყო, მაგრამ სამწუხაროდ აკრძალეს. ამან რიკი, ჩემი დიშვილი დააინტერესა და ისიც ჩართო საუბარში. ჩვეულებრივი დიალოგი ჩანდა, ამიტომ საფრთხეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ახლა რო ვიხსენებ, ხვდები რა საშინელი შეცდომაც დაუშვი. რატომ აკრძალეს ის სათამაშოები? ზოგი ფიქრობდა, რომ არ იყო სწორი. არ იყო სწორი? რატომ? ველოდი, რომ რაღაც საშიშ მასალაზე ან დიზაინზე ისაუბრებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მან ჯიბეში ხელი ჩაიდო. რიკი მოუთმენლად ეკითხება. რა არის? კაცმა გაუღიმა და კვლავ ცდილობდა ჯიბიდან ნივთის ამოღებას. მეც დავინტერესდი, მაგრამ შემდეგ ქაღალდის პაკეტის ხმა მომესმა. კაცმა ქაღალდის ჩანთა ამოიღო, რომელშიც რაღაც იდო. მან ძალიან უცნაური მაკდონალდსის სათამაშო ამოიღო, მედუზის ფორმის. ეს ნამდვილად ვერ იქნებოდა ბავშვების სათამაშო, მით უმეტეს მაკდონალდსის. საოცარი არაა? ნახე რა დიდია. შეეხე როგორი ზედაპირი აქვს. ამ დროს გადავწყვიტე, რომ ყველაფერი უნდა შემეჩერებინა. მისმა ბუნებამ და ირონიულად შერჩეულმა სიტყვებმა მაშინვე მიმახვედრა, რომ ამ კაცს ცუდი ზრახვები ჰქონდა. ეს კაცი აშკარად ავად იყო. სახეზე სიწითლემ გადამიარა და მტკიცედ დაბალი ხმით უთხარი. უკაცრავად, მაგრამ არ მიგაჩნიათ, რომ არ არის შესაფერისი ესე ელაპარაკოთ ბავშვს. კაცის მზერა, რომელიც რიკისკენ იყო მიქცეული, ჩემსკენ გადმოვიდა. ბავშვებს უყვართ სათამაშოები, უბრალოდ თხოვე შეეხოს. რა არის ამაში ცუდი? არაა საჭირო იმ ნივთს შეეხოს, რასაც თქვენ ეხებით. და ეხლა შევს აქედან წახვიდეთ, თორემ მე თვითონ გაიძულებთ. მართლა? ოდნავ ჩემსკენ გადმოიწია და ჩუმად მითხრა. რა სიზა? მაკდონალდს ამიგრძალაო? სად ვიყავი, რომ უკვე ხელი გამეწია და მეცემა, მაგრამ ბოლოს ადგა და წავიდა. ცოტა შემაშინა ამ კაცმა ბიძია. მეც წამოსახლში წავიდეთ, მანქანაში ვჭამოთ. სიბრაზით ვიხჩობოდი. გასასვლელში მენეჯერსაც ვაცნობი კაცის შესახებ, მაგრამ მან ხელის ქნევით მითხრა. ეგეთები ყველგან არიან. მანქანაში ჩავსხედით და წასვლას ვაპირებდით, როდესაც უეცრად უზარმაზარმა ხელმა ფანჯარას დაარტყა. ისევ ის იყო, რიკიმ შიშისგან იყვირა. ფანჯარა არ ჩამომიწევია, ვაგინე და დაუყვირა, რომ პოლიცია უკვე გზაში იყო. მაგრამ ჩემი სიტყვის საერთოდ არ ანაღლებდა. იცინოდა და იგივე მედუზის სათამაშო ამოიღო. შემდეგ კი თავიდან ბოლომდე ენას უსვამდა. მინდოდა გადავსულიყავი და მთელი ძალით შემომერტყა, მაგრამ რიკი უკვე ძალიან ტიროდა, ასე რომ სწრაფად დაუძარე მანქანა. საწყალბავშვი იმ ღამით ძლივს ეძინა. მეორე დილით, როცა აეროპორტში მივიყვანე, გარშემო შიშით იხედებოდა. მის მზერაში ვკითხულობდი, რასაც ფიქრობდა, მაგრამ აღარაფერი უთხარი იმ კაცზე. როცა სახლში მშვიდობით მივედით და ჩემს დას დავუკავშირდით,
ყველაფერი მოუყევი. პოლიციაშიც განვაცხადე, მაგრამ რადგან კაცმა ფიზიკურად არაფერი დაგვიშავა, მითხრეს რომ ვერაფერს ვერ უზომდნენ. მართლა მთელი გულით მინდა, რომ ეგ სულით ბინძური კაცი სადმე თხრილში ჩავარდეს, რადგან ეგეთი ადამიანები საზოგადოებისთვის ნაგავზე ნაკლები არ არის. საშინლად მოსაწყენი შაბათის ღამე იყო. მშობლები ბებიასთან წასულები იყვნენ. მე კი უბრალოდ უაზროდ ვსკროლავდი Netflix. შემდეგ სუზიმ დამირეკა და მითხრა, რომ თავისი პატარა ძმასთან ერთად მაკდონალდში საჭმელად მიდიოდნენ. დედასთან დავრეკე და უთხარი, რომ სუზის წავყვებოდი. თითქოს დამეთანხმა, მაგრამ ხმაზე აშკარად ვიგრძენი, რომ ღამით გარეთ გასვლამ დააფიქრა. მაგრამ მე უკვე 16 წლის ვიყავი და იმ ასაკში მშობლებს იშვიათად უსმენენ. თან ვფიქრობ, რომ ზედმეტად ღელავდა. რესტორანი ორი ნაბიჯის მოშორებით იყო. ყურსასმენები გავიკეთე, მუსიკა ჩავრთე და მშვიდად წავედი. მხოლოდ 7 საათი იყო და მაკდონალდსი კლიენტებით იყო სავსე. სუზი კუთხეში იჯდა და ხელს მიწევდა. მეც გავუღიმე. ვიცინოდით, ჭორაობდით და ბურგერს ყოველი ლუკმით ვაყოლებდი მხიარულ ლამბებს. კარტოფილი ზედმეტად ბევრი ვჭამეთ და მთელი ბიგმაკი ვეღარ დავამთავრე. ვიფიქრე სახლში წავიღებ და შუაღამით დავამთავრებთქო, როცა ჩვენს მაგიდასთან ერთი ბინძური კაცი მოვიდა, რომელიც დიდი ალბათობით უსახლკარო იყო. თუ აღარ აპირებ ჭამას, შეიძლება მე შევჭამო. ჩახლიჩილი ხმით მითხრა. ჯიბიდან ბინძური ტალახიანი ხელი ამოიღო და ელოდა როდის გავაწვდიდი ჩემს ბურგერს. ბოდიში, მაგრამ მოგვიანებით ვაპირებ მის ჭამას, მე ვუთხარი. მის სახეს სევდა მოიცვა. თვალებში იმედგაცრუება და თხოვნა ირეკლებოდა, მაგრამ მაინც არ შევცვალე გადაწყვეტილება. სუზიმ თქვა, მოდი რამე ვუყიდოთ, მაგრამ ხელი შეუშალე. მოდი სამსახური იშოვე და მერე საჭმელს შენითაც იყიდი, კაი? ეს ხმამაღლა ვთქვი, რომ დაცვას გაიგო და ყურადღება მიმექცია. როცა ვკითხეს გვაწუხებდა თუ არა, კიდევ უფრო გადავაჭარბე და ვთქვი, რომ გვაშინებდა. 2 წუთის შემდეგ ის ძალით გააგდეს რესტორნიდან. ისე ძლიერად ჰკრეს ხელი, რომ ტროტუარზე დაეცა და კბილი მოიტეხა. ბედნიერი ვიყავი, რომ წავიდა, მაგრამ სუზიმ მითხრა, რომ ზედმეტი მომივიდა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ სახლში წასასვლელად გავემზადეთ. სუზიმ მითხრა, რომ დამეცადა, რადგან მამამისი მოდიოდა ჩვენს წასაყვანად, მაგრამ დედამ უკვე 3-ჯერ დამირეკა. ვუთხარი, რომ ცალკე წავიდოდი, თან აქვე ვცხოვრობ. დამშვიდობეთ და მარტო გავუყევი გზას. ყურსასმენები გავიკეთე და ცარიელ ქუჩებში დავდიოდი. ღამის შუქებთან ერთად მანქანის ფარებს ვხედავდი. შემდეგ უეცრად ვიღაცამ თავში ქვა მესროლა. ისე ძლიერად მოხვდა, რომ მეგონა გონებას დავკარგავდი. ხეს მივეყრდენი, თავი შევიმოწმე და დიდი შებერილობა ვიგრძენი. ტკივილისგან ირგვლივ მიმოვიხედე. შემოუტრიალდი და დავინახე ნაცნობი სახე. ეს ის უსახლკარო კაცი იყო მაკდონალდსიდან. ტროტუარზე იდგა. ზუსტად ჩემს წინ, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით. ღამის შუქზე მისი სახე სიბრაზით და ზიზღით იყო სავსე. სანამ ბრძოლის ან გაქცევის ინსტინქტი მომივიდოდა, კაცი თავს დამესხა. მხრებში ჩამავლო და ძლიერად შემანჯღრია. დახმარებას ვითხოვდი. სახე ცრემლით და უფლით მქონდა დაფარული, მაგრამ ირგვლივ არავინ იყო. ვიფიქრე, რომ ეს ჩემი დასასრული იყო. უეცრად შეჩერდა. ჩაისუნთქა და თავისი სახე ჩემთან ახლოს მოიტანა. მისი საშინელი სუნთქვა და ნერწყვის სახეზე შემომესხა. გატეხილი კბილიდან სისხლის დიოდა. მე მას ვთხოვდი, რომ გავეშვი და ბორდიში მოვუხადე წეხანდელისთვის. მან ტროტუარზე მიმაგდო. ბანასი დავკარგე და ზურგზე დავეცი. როცა ძლივს წამოვდექი და სირბილი დავიწყე, მისი ხმამაღალი სიცილი უბნიდან მესმოდა. სახლში რომ მივედი, დედას დაურეკე და პატარა გოგოსავით ავტირდი. მშობლები მაშინვე სახლისკენ წამოვიდნენ. მათ მოსვლამდე კუთხეში ვიჯექი და ვტიროდი. მეშინოდა, რომ ის კაცი სახლთანაც მომაკითხავდა. ფანჯარაში ყოველ წამს ვიხედებოდი, მაგრამ საბედნიეროდ ქუჩაში არავინ იყო. იმ ღამით ზილით ვერ მოვახერხე და ვერც მომდევნო 1 თვე. მთელი წელი ღამით გარეთ აღარ გავსულ ვარ. ახლა კი როცა 30 წლის ვარ და როცა იმ ღამეზე ვფიქრობ, ხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი. მას უბრალოდ საჭმელი უნდოდა, მე კი ისე უხეშად მოვიქეცი, თითქოს ადამიანად არც მიმაჩნდა. დღემდე
ყოველ ჯერზე როცა უსახლკაროს დავინახავ, ყოველთვის ფულს ვაწვდი და ვცდილობ რომ ის სიზღე, რომელიც მაშინ 16 წლის გოგოს ჰქონდა, სიკეთით ჩავანაცვლო.